წელს, როგორც უკვე გითხარით, ლეგენდარული მომღერლის სცენის დედოფლის ნანი ბრეგვაძის საიუბილეო წელია. შესანიშნავი შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მისი შემოქმედებითი გზა და უნიკალური მუსიკალური მემკვიდრეობა. ნანი ბრეგვაძე არაერთი კომპოზიტორის შთაგონების წყაროა, ყველასგან გამორჩეული ხმით, შესრულების დახვეწილი მანერითა და მაღალი სცენური კულტურით, მან არაერთი თაობის სიყვარული დაიმსახურა და ქართული მუსიკის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა. მისი შემოქმედება გიორგი ქვეყნის საზღვრებს გასცდა და მსმენელის სიყვარული მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოიპოვა. მაღალი პროფესიონალიზმი, მუსიკალური გემოვნება, ბუნებრიობა და განსაკუთრებული ემოციური სიღრმე მისი ხელწერის განუყოფელი ნაწილია. ამიტომაც ნანი ბრეგვაძე მხოლოდ გამორჩეული მომღერალი კი არა, ქართული სასიმღერო კულტურის ცოცხალი ისტორიაა. მისი შემოქმედება დღემდე შთააგონებს ახალ თაობებს და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ნამდვილი მუსიკა დროს არ ემორჩილება. ნამდვილად სუზო, ნამდვილად ასია. და ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ნანი ერთადერთია და განუმეორებელი. განუმეორებელი და ჩვენია, ქართველი. ნამდვილად. დღეს ჩვენი სტუმარია ნანი ბრეგვაძის ქალიშვილი მომღერალი ეკა მამალაძე. დილაშუდობისა. ქალბატონი ნანი არ შევაწუხეთ ამ დილაუდენიას ვარგაგობებინა და ლეგენდას ეკა აიღებს დარტყმას, ამ დარტყმასაც ეკა აიღებს თავის თავს. ხშირად არის ჩემ დარტყმები, მაგრამ არა უშავს გაუძლებთ. საიუბილეო წელია ქალბატონი ნანისი და მოგვიყევით მისი განწყობის შესახებ, როგორ ემზადება, რა განწყობით არის. განწყობით უხარია, რომ კარგად არის, ჯანმრთელად რო არის, შეხვდეს ამ თავის დაბადების დღეს. ყოველთვის ვიცი, რომ ძალიან განსაკუთრებულად ემზადება თავის დაბადებას. იცი რა, როგორ ჩვენ უფრო ემზადებით გარშემო ადამიანები და ჩვენ ყველა, იმიტომ რომ მართლა დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ აი აქ მოწვევისთვის, თუნდაც ასეთი თბილი სიტყვებისთვის, აი ესეთი დაფასებისთვის და რაც მთავარია, იცი, ძალიან კარგია რომ ასეთი დამოკიდებულება ძალიან ბევრი ადამიანებისგან, მაგრამ ნანი მაინც გაკვირვებული არის ხოლმე და უხარია რაზე ელაპარაკი და ამასინათ ეხლა მოვდიოდით გზაში და მითხრა დიდად ჩვენ არ გამოვირჩევით არავითარი რაღაცა სიმდიდრეებით და იცი კარგად ზუზო შენ და უბრალოდ რა მითხრა იცი ალბათ მართლა ძალიან ბედნიერი ქალი ვარო ამას რო იტყვის ადამიანი ეს ძალიან კარგია პოზიტივით ცხოვრობდა ნანი სუ პოზიტივი იყო მის გარშემო და ის თვითონ ამას თვითონ ქმნიდა სხვათა შორის, იმიტომ რომ ბევრი რამე იყო, რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება იცხოვრო 90 წლამდე და არ წენა არ იყოს, ან რაღაცა არ იყოს, ყოველთვის რაღაცა სწორი რაღაცების, ხო, გამოსავალიც არა, ხო, აი რაღაცნაირად დაგამშვიდებდა, თვითონ თავის თავს დაამშვიდებდა. ადამიანი მოწყობილები ვართ ისე რომ რაღაცა წინს, რაღაცა რეაქცია გაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება შენთან ხდებოდეს ჩვენთან სახლში, მაგრამ მეორე მესამე დღეს უბრალოდ ივიწყებს და რაღაც სხვანაირი დამოკიდებულებით უყურებს იმ თუნდაც წყენას, იმ რაღაცას მოვლენებს, აი მოვლენას უყურებს, არა გამწარებული და გაბრაზებული, არამედ რაღაცა ხსნის ამას. განსაკუთრებული და კარგი თვისებაა ეს ნამდვილად. ადამიანს ეხმარება მე რომ არ გინდა, იმიტომ რომ მე უფრო ფიცხი ვარ, გურული ვარ, შეიძლება რაღაცნაირად გაბრაზდე, მეტყვის არ ახარ შენ ხა მართლა დამშვიდდი, მე ამას ესე შეხედე და რაღაც. აი ასეთი, ასე მოვდივართ. ეს დაბადების დღე გაინტერესებთ ალბათ, რომ რა იქნება, რა ფორმის. ასე გადავწყვიტეთ, რომ შატო მუხრანში იქნება. მაინც ძალიან შემცირებული თუ საზოგადოების თუ ადგილების მხრივ ეს არის ძალიან ცოტა ადამიანზე გათვლილი. ეს იქნება პრინციპში მაინც დაბადების დღის აღნიშვნა. და არა ესეთი პომპეზური მასშტაბებთან შედარებით ცოტა სალონური კი ბატონო ოღონდ ეს ღიაცის ქვეშ იმიტომ რომ ეს ძალიან ცხელა ყოველ 21 ივლის არის ძალიან დიდი პაპანაკება და ძალიან დიდი ესეთ გულისყურით ადამიანები გარდა იმისა რომ მუსიკალურად ელოდები
აკეთებიან ამას, აინტერესებთ ყოველთვის კალტონ ნანის ვიზუალური მხარე, იმიტომ რომ მას თვითონაც ძალიან ღელავს მაგ საკითხზე. კი, ვიცი. ის არ პატივი, რომ ამჯერად რა იქნება? ჯაბადი ესამძის კაბაცია. ძველი, რომელიც ნუ რაღაცა ესე მოხდა, აი რაც რომელიც აფიშაზეა. ხო, ეგ იქნება. მე მაკაკუციანი მაცმევს, ნატალიკოს, თიკონინოს შეასრულებენ ამ ნამუშევარს კაბას. ასე რომ, რა ვიცი, სამი ქალი იქნებით. ნანი არის ძალიან თავმდაბალი. კი ბატონო, ნამდვილ ვარსკვლავებს ეს შევიეთ. როგორ ფიქრობთ, აი ამ გადმოსახედიდან რა არის მისი მთავარი მონაპოვარი? აი ის რაც თქვენ ახლა ბძანეთ თავდაბლობა არ დაჯერება რომ არის რაღაცა საოცრება და ალბათ მე კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ როდესაც მე აი შვილის პოზიციიდან ძალიან ძნელია ხა მე ნანიზე რაღაცა დიადი სიტყვები ვთქვა როგორც შეიძლება მუსიკოსმა ვთქვა რომ ის მაინც მართლა ვარსკვლავია ვარსკვლავი რა ის კი არა ახლა ვარსკვლავს რასაც ვეძახით ვარსკვლავი რომელიც სადღაც ზემოთ არის და სულ ჭყიალებს, ციმციმებს. აი მართლა ეს რა ვიცი შეიძლება ჩემგან უხერხული იყოს, მაგრამ მე მაინც ასე ვთვლი. იმიტომ რომ დროს უძლებს ახალგაზრდებთან აქვს, მუსიკოსებთან, ახალგაზრდა თაობამ გაიცნო. ეს ალბათ ძალიან ცოტა ერგო ეს ხვედრი, იმიტომ რომ გაუძლო ეს თავისი ინიციატივაა, იმიტომ რომ ამას ახალგაზრდა შეიძლება ვერ შებედავს დაუშვათ. არა, ინიციატივაც ახლა რას ამბობ, რომ თქვა კოლაბორაცია რაც შედგა ნანის. არა, აი ეს აქ ინტუიცია აქ დედეს. არავინ არაფერს არ ასწავლის ნანის. ინტუიცია, როდესაც აი ვიღაცა თქვათ აი გაიგონა რაღაც შეთავაზება ხო ზოგი ეხლა შეეშინდებოდა ხო აი ამ რაღაცის შეთავაზება აბსოლუტურად არა მეც ძალიან მომწონს ექვთვისება და თუ გამომივა მაგას გავაგრძელებ აუცილებლად აი რას ფიქრობ უკაცრავად ნანის რა გიცი აი იმ წუთში გრძნობს რომ აი ხა ეს აი რომ მოისმეს არ უნდა რა თუნდა არც თხოვნა არაფერი მე კი მე ამას ვიზამ იმიტომ რომ ის გრძნობს რომ ეხლა ამას მე აუცილებლად გავაკეთებ და გამომივა. არა, ყველაფერზე ერთთან ხდება ეს. რა თქმა უნდა, მაგრამ აი ძალიან ესეთი სერიოზული რაღაცეები, გამონათებები, რაც ახალგაზრდებთან იყო, ის რაც თქვა, ის გამოვიდა სწორად. აი რას ფიქრობთ, რა განასხვავებს მას? აი როგორც შვილის პოზიციიდანაც, როგორც აი გვერდიდან დაუშვათ არტისტის პოზიციიდან. აი რა არის ის განსაკუთრებული თვისება, რაც ნანის ყველას გამოარჩევს და ნუ ბუნებრივია, რომ ამას გვერდს ვერ აუვლით კომპოზიტორები სპეციალურად გალბატონი ნანისთვის ქმნიდნენ წლების მანძილზე. ხო რა, იცი ნანის უყვირდა რომ ეგონა რომ ეს ესე უნდა ყოფილიყო და ეტყობა მართლა რაღაც გამორჩეულობა იყო ნანის მხრიდან კი არა, ნანის მონაცემით, ხმის ტემბრით, შესრულებით, ყველა დროს. ესე იგი რაღაცა განსაკუთრებულობა ქონდა. მე მიჭირს რომ ეს ავხსნა რა იყო. მაგრამ მაინც რას ვფიქრობ, იცი, მომღერალს აუცილებლად უნდა ქონდეს ნამდვილობა, აი როგორ არის, არა სიყალბე, აი რაც ცხოვრებაშიც აქვს, გულწრფელობა, ხო ვერ გავიხსენე სიტყვა, გულწრფელობა, ნამდვილობა, განცდა, სწორი განცდა, სწორი ემოციები და ეს კეთილშობილობა, ალბათ, აი კეთილშობილი, მართლა ძალიან ესეთი ადამიანია. თავად როგორი რეაქცია აქვს, როდესაც მის მიერ შესრულებულ და მისთვის დაწერილ სიმღერებს ასრულებენ ახალგაზრდები? არა, როგორი დამოკიდებულება აქვს? არაფერი, ძალიანაც ნორმალური, იმიტომ რომ უბრალოდ აჩნია როგორ ასრულებენ. ხო, მაგრამ შეიძლება არ მოეწონოს, მაგრამ ამას არ გამოხატავს. ვიღაცა, იცით რა, ძალიან ბევრი იმდენი დრო იცხოვრა ნანიმ და იმდენი რაღაცები გაიარა, რომ რაღაცა ახლა წენაც იყო შეიძლება, მაგრამ არასდროს გაგიგიათ ნანის რამ ვინმეს კრიტიკა, ვინმეს გაკითხვა. არასდროს. ეს შეიძლება რაღაცა აღნიშნოს, აი ახლა და გაატარებს, ვთქვათ. უკეთესად შეიძლება. კი ბატონო, იმღერონ რაც უნდა ეს იყო ბევრი რაღაც, რომ ვიღაცა აბრალებდა, რომ ამიგზალეს სიმღერა, ეს არის დიდი
აგრძალო, როგორ შეიძლება აუგზავნო ადამიანს? შეიძლება რამე ურჩიოს, რა ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს დამოკიდებულება და ეს რაღაცა პოზიცია ნანისგან არასდროს არ გაჟღერებულა. ერთი სიტყვა რომ მოგცეთ, რა სიტყვით დაახასიათებდით დაუშვათ ნანის, როგორც არტისტს, როგორც დედას, როგორც პროფესიონალიზმის დიდი თავისადმი არის ძალიან მომთხოვნი. ჩვენზე აღარ ვლაპარაკობ, ხო? მაგრამ ეს არის ალბათ ის საწინდარი, რომ მე იყო ასეთი. თუ ეს არა გაქვს და მომთხოვნი არ ახარ შენ თავთან, არ გამოდის არაფერი. იხვეწები წლების განმავლობაში მე შენ თავს შეხედავ იქიდან შორიდან, ფიქრობ უი ეს რატო ვქენი, ან ეს რატო გამოვასწორო. სულ მეუბნება მე რომ დამიჯერე, ან ისე გააკეთე რომ უფრო კიდე კარგი იყო. ესე იგი სულ უნდა ისწრაფოდე რომ უკეთესი იყო. ყოფილებისკენ ისწრაფო. იყო უკეთესი, იმიტომ რომ სულ რაღაცა როგორ შეიძლება გადასარევი და გასაგრძებელი იყო. მე მეუბნება რომ არ გინდა, აი ჩვეულებრივობა გამოხვალ, რა მოხდა, ეხა იქ ისე არა. იყავი აი მოწესრიგებული, როგორი ცხოვრებაში კი არა, ჩვეულებრივ ყოფაში არის მოწესრიგებული, ისეთივე არის სცენაზე. არ გამოვა არასდროს მოუმზადებელი, არ გამოვა არასდროს აი კოპწია არის, ნანი მაინც ძალიან უყვარს აი თავის მოვლა რა თქმა უნდა, არა გადამეტებულად. აი ჩვეულებრივი ნორმალური ადამიანი, ახლა როგორც შვილის პოზიციიდან უყურებ ჩვეულებრივი გადასარევი თბილი, რბილი დედა, მაგრამ აი ჩემთან და ჩვენთან ვინცაც უნდა არავის არ ახოს თავზე გაგიგიათ რომ ნანი ახ რაღაც ასე ქენიდან ისე არა ჩემთან რა თქმა უნდა და მე ეხლა ადრე მწყინდა მომთხოვნია რა თქმა უნდა ოღონდ მომთხოვე აი იქ არის ძალიან ძლიერი როცა გადის ნანის სცენაზე ხო ფიქრობ, რომ ამაზე დიდი ბედნიერება ალბათ არ არსებობს, როდესაც 90 წლის ასაკში კიდევ შეგიძლია ამდენ ადამიანს ესეთი ბედნიერება მიანიჭოს შენი თუნდაც გამოჩენით. როგორც ქალბატონი ნანი აკეთებს ამას, ამაზე დიდი ბედნიერება ალბათ არ არის, როდესაც შენთან ერთად სცენაზე შენი შვილი დგას და ისინი როგორც აგრძელებენ ამ ტრადიციას. რა ვიცი, ამაზე დიდი ბედნიერება არ არის, როდესაც ამდენი სიყვარული, ამდენი სითბო შეგიძლია გასცე და მიიღო კიდეც. ამიტომ ქალბატონ ნანის ჯანმრთელობა დაბადების დღე და პირველ რიგში აუცილებლად მას ყველაფერი აქვს დანარჩენი, როგორც უკვე თქვით. კი. თავარია რომ ჯანმრთელად და დიდხანს თუ შეიძლება დავაყოლებ რომ ამასინათ აი ესე მოვდივარ და მეუბნება მე მეგონი ძალიან დიდარი ქალი ვარ რომ მითხარი რა ვიცი ვართ ალბათ და იმიტომ რომ აი ეს ზუსტად თქვენი სიტყვები ახლა როგორც აღნიშნე ბედნიერება და ამდენი სიყვარული აქვს აი ეს არის ნანის სიმდიდრე ძალიან დიდი მადლობა